თქვენი უფლებები. მოგესალმებით, იადანელია და გადაცემა თქვენი უფლებები ეთერშია ყოველ სამშაბათს 3-დან 4 საათამდე. ჩვენი პირდაპირ ეთერის ტელეფონის ნომრები გახლავთ 2 40 91 92 2 40 92 92. გთხოვთ დაგვირეკეთ, რადგან ძალიან საინტერესო თემა გვაქვს დღეს, არასამთავრობო სექტორი საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ჩვენ ქალბატონი ქეთი ჩაჩავა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე, დღეს მოვიწვიეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელთა კოალიციის ინიციატივითაც საარჩევნო კანონში ძალიან მალე შევაცვლილებები. რა სახის ცვლილებები შეიძლება ეს იყოს, როგორია საზოგადოების ჩართულობა და ვინ დაიცავს საზოგადოების ინტერესებს. სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ცოტა ნაადრევი ხომ არ არის, იმიტომ რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერაც არ მიუღია თუ მიიღო. აი, ქალბატონ ქეთი, კარგად რომ აგვიხსნათ, მეც კი დავიბენი და ჩემი მსმენელი ალბათ სულ არ არის საქმის კურსში, რატომ გახდა საჭირო და ვინ მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს აი ამ სარჩელით, რომ საარჩევნო კანონი შეცვლილიყო? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ის რომ არჩევნებთან დაკავშირებით სამწუხაროდ ყოველთვის მსჯელობა აქტიურდება ხოლმე. ზუსტად არჩევნების წინა პერიოდში, სადაც უკვე ყველაფერი დაგვიანებულია. ძირითადად ხელისუფლებაც ამბობს, რომ უკვე ფაქტობრივად დრო აღარ არის რეფორმისთვის, შესაბამისად გვაქვს ის, რაც გვაქვს და გვაქვს უამრავი პრობლემაც. ასე დამთავრდება ხოლმე ყველაფერი, იმიტომ რომ მომავალ ხელისუფლებას გადაეცემა ხოლმე რაღაცა ესტაფეტასავით და ნამდვილად და როგორც მოგესალმებით ჩვენ ყოველ წელს გვაქვს ფაქტობრივად არჩევნები, ეს ერთ-ერთი გამონაკლისი იყო წლევანდელი წელი, როდესაც ვისვენებთ, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას აქტიური საერთო არჩევნებისგან. თუმცა მოგეხსენებათ, რომ არჩევნები არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ციკლი და ეს არ არის მხოლოდ ერთი დღე, არამედ არჩევნებამდე პერიოდი, არჩევნების შემდგომი პერიოდი ფაქტობრივად თითქმის იგივე მნიშვნელობისა და იგივე დატვირთვის არის, როგორც თავად არჩევნების დღე და საარჩევნო აქტიური პერიოდი. თქვენ ბრძანეთ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ რამოდენიმე წლის წინ ბატონმა უჩანანუაშვილმა, როდესაც იგი არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა. პროცესი საკმაო ხნის არის. კი ბატონო, ეს პროცესი საკმაოდ დიდი ხნის არის ნამდვილად და მე დარწმუნებული ვარ თქვენს მსმენელს არაერთხელ სმენია მაგალითად ხმის წონის შესახებ, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს, თუმცა რა კონკრეტულად რას ნიშნავს? ხმის წონა რას ნიშნავს პროპორციულად ასახვა ხმების მანდატებში და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ სათანადო დისკუსია არ ყოფილა და ძალიან მიხარია, როდესაც ასეთი საინტერესო მოწვევა მომდის ხოლმე, როდესაც შეგვიძლია მართლაც დაუთმოთ დრო იმაზე საუბარს, თუ რეალურად რა გავლენას ახდენს ასეთი ტიპის ხარვეზები საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში ზოგადად საარჩევნო გარემოზე და შემდეგ ეს როგორ აისახება უკვე მანდატებში გარდასახვაზე და კონკრეტულად ადამიანების არჩევაზე ამა თუ იმ თანამდებობაზე. ძალიან რო არის ნაბიჯ-ნაბიჯად წავყოთ ჩვენ პრობლემას, მოით განვიხილოთ ესეთი საკითხი. რა იყო შესაძლებელი, რა არ მოგწონდა და რატომ გახდა ინიცირება საჭირო ცვლილებებისა? კი ბატონო, როდესაც საუბრობდით მაგალითად ბატონი უჩანანუაშვილი ვახსენეთ, ის გახლდათ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი, როდესაც მათ შეიტანეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, სწორედ ხმის წონის თანაბრობასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანაში გვაქვს შერეული ტიპის საარჩევნო სისტემა, რომელიც მოიცავს, რომ ვირჩევთ როგორც მაჟორიტარს, არამედ როგორც ერთ ინდივიდს, როდესაც ამომრჩეველი მიდის, ასე ვთქვათ, უბანზე, მას ხვდება ორი ბიულეტენი, ერთში წერია სახელები და გვარები, ასე შემდეგ და გვერდზე ზოგი მაჟორიტარი ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი კანდიდატების მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფა და მეორე ბიულეტენი, სადაც პარტიების ჩამონათვალი არის. ასე ვთქვათ, ეს არის უკვე პარტიული სია და ამ პარტიის მიღმა დგას კონკრეტული სია ადამიანებისა, რომელიც ასე ვთქვათ, მიღებული ხმების შესაბამისად შედის, ასე ვთქვათ, პარლამენტში იქნება თუ შესაბამის ორგანოში იმ რაოდენობით, რამდენი ხმაც მიიღო ქვეყნის მასშტაბით. ეს ასე ვთქვათ, ეს სისტემა არ არის როგორც ასეთი რაღაც გამონაკლისი, ეს საკმაოდ ფართოდ გავრცელებული შემთხვევა, ანუ სულ სამი შემთხვევა შეიძლება იყოს, ეს ან სრულად მაჟორიტარი, ან სრულად პროპორციული, ან ესეთი შერეული ტიპის. უკვე თითოეულ ოჯახს მე ცალკე ჩაშლა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სწორედ ის, რაც უკვე რამოდენიმე წელია ხორციელდება და ვფიქრობ ამორჩეულმა საკმაოდ კარგად იცის ეს რას ნიშნავს, ხო? ნამდვილად იციან ქალბატონ ქეთი, უბრალოდ როდესაც საუბრობთ პრობლემებზე. არ ვიცი, ასეთი წესი რამდენ ქვეყანაში არსებობს, თუ აი რომელ ქვეყნებში არსებობს და რამდენ დახვეწილია ეს წესი და რამდენად კარგად ისაა ამაზე ვსაუბრობთ. ანუ რეალურად ამ შემთხვევაში ეს არ არის რაღაცა ისეთი სერიოზული და რაღაცა გამონაკლისი, რომელიც მარტო საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ესეთი შერეული ტიპის ოჯახის არჩევა სისტემად, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში, გვაქვს მქონდა რამოდენიმე ხარვეზი წლების განმავლობაში. პირველი ეს გახლავთ ხმის წონის თანაბრობა, ანუ მაგალითისათვის
კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი, რომ ყველა მოქალაქეს, ვისაც შესაბამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ანუ გაწერილი ესე ვთქვათ, 18 წელს ზევით, აქვს უნაროც, ასე ვთქვათ, ცნობილია საარჩევნო ხმის უფლება აქვს. ამ შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს ერთი ხმა. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, მაგრამ ხმის წონაზე როდესაც ვსაუბრობთ, შესაძლებელია ოლქებს შორის განსხვავება იყოს იმდენად მაღალი, რომ ამ შემთხვევაში ეს პრინციპი ირღვეოდეს. ანუ თუ მაგალითად ცაგერის ოლქს აქვს 11000 ამომრჩეველი და 11000 ამომრჩეველი ყავს და ის ირჩევს ერთ მაჟორიტარს არჩევნებში და შესაბამისად დღეს გვაქვს 33%-იანი ბარიერი, 30%-იანი ბარიერი, ანუ თუ აიღო ადამიანმა მაგალითად უკვე 3500 ხმა, რა თქმა უნდა, ყველა ამომრჩეველი არ მივა და ასე ვთქვათ, არჩეული არის პარლამენტის წევრად და ამავდროულად კი ბატონო, ანუ მისი ოჯახის წევრებიც კი იყვნენ ეს 3000. თუ კარგად იმუშავებს შესაბამის ოლქში, ესეთ პატარა ოლქში ნამდვილად. და ამავდროულად ყავს მაგალითად ისეთი დიდი მოცულობის ამომრჩევლის, ასე ვთქვათ, ჩუღურეთი მაგალითისთვის ვთქვათ, თუნდაც გლდანი, რომელსაც 133,000-ზე მეტი ამომრჩეველი ყავს. შესაბამისად, აქ ხმის წონის, კი ბატონო, ყველა მithმის არჩევნებზე მას აქვს თვითო ბიულეტენი, მაგრამ გლდანის ამომრჩევლისა და ვთქვათ, ცაგერის ამომრჩევლის ხმის წონა არ არის ამ შემთხვევაში თანაბარი. სწორედ ეს და იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც და პარტიებიც ასე ვთქვათ აპელირებდნენ, თუმცა ეს უკვე ამ პრინციპის შეცვლა უკვე აუცილებელი იქნება ხელისუფლებისათვის, ანუ ეს არ არის ის, რომელიც ასე ვთქვათ, პოლიტიკური კონსენსუსისაგანი უნდა მოხდეს, ხმის წონის გათანაბრება უნდა მოხდეს აუცილებლად და თუ ასე არ იქნება შემდგომი არჩევნებისთვის, შეიძლება დადგეს კონსტიტუციონალობის თუ არაკონსტიტუციურობის თემა. ეს არის პირველი საკითხი. მეორე, ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც ვთქვათ, აი ამაზე მსჯელობდა საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიებთან ერთად რასაკვირველია, რომელთა ზურგზეც ყველაფერს უნდა გადაწყდეს, რასაკვირველი სანამ ამორჩეველებამდე მივა, ხო ეს კანონი. პარტიის წევრები როგორ ხასიათზე დგებიან ხოლმე? აი ასეთი წინადადების. ეს არის მეორე საკითხია, ისტორიად მეორე საკითხი უფრო ისეთ ხასიათზე აყენებთ ხოლმე, მათ ეს გახლავთ პროპორციულობის საკითხი. ანუ ზოგადად ორი ძირითადი ხარვეზი აქვს ჩვენ სისტემას, ეს არის პირველი როგორც ვთქვით ხმის წონა და მეორე, როდესაც მიღებული ხმები შესაბამისად არ გადაისახება მანდატებში. ანუ იგივე პრინციპიდან გამომდინარე, რომ ნახევარი პარლამენტის თქვა 73 მანდატი მიაქვთ მაჟორიტარებს, შევა მხოლოდ 77 ხმა, რომელიც ნაწილდება პროპორციული და უკვე შესაბამისად თუ მიიღო მაგალითად პარტიამ 10%, ის არ იღებს ასე ვთქვათ 15 ხმას, როგორც 150 მანდატისგან შემდგარი პარლამენტის შემთხვევაში მას ვთქვათ ეროვნული მასშტაბით მიიღო 15%-იანი მხარდაჭერა და 15% უნდა ეკავოს პარლამენტის. ეს ასე არ ხდება, არამედ ის იღებს უკვე იმ 77 მანდატის 10%-ს, რომელიც არის ვთქვათ უფრო ნაკლები, ვიდრე ეს უნდა იყოს მიღებული ხმების შესაბამისად. მაგრამ ეს არის ასევე თანდევი ნაწილობრივ იმ სისტემისა, რომელიც ჩვენ გვაქვს. არის უნდა ჩაგეკითხოთ. ისეთი მაღალმთიანი რეგიონები, როგორც არის იგივე თქვენ ახსენეთ ცაგერი, მესტიის რაიონი, ვთქვათ, ყაზბეგი და ასეთი მაღალმთიანი რეგიონები თვლიან თავს და ჩვენც საზოგადოება ვართ და ვართ ვალდებული, რომ 10 თუ ასეთ რეგიონს ყავდეს თითო მაჟორიტარი. ვთქვათ, ვერ წარმოიდგენს ახლა ზემო და ქვემო სვანეთი, რომ მას ყავდეს ერთი დეპუტატი, ან მეტიც ზემო, ქვემო სვანეთი და ლეჩხუმი, რომ ყავდეს ერთი დეპუტატი. მე ნაწილობრივ სამაგერად გლდანს ყავდეს 2 ან 3 დეპუტატი. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ გეოგრაფიული თავისებურებები, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, სწორედ ამიტომ მაგალითად არასამთავრობო სექტორის ნაწილი და ჩვენი ორგანიზაციებიც მაგალითად, როდესაც საუბარია კვოტებზე, დარწმუნებული ვარ სმენია ჩვენს ამომრჩეველზე, ძირითადად ეს არის გენდერულ კვოტებზე საუბარი, მაგალითად, რომ ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდოს პარლამენტში, იგივე პრინციპით კვოტები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა სახის და მათ შორის მაღალმთიანი რეგიონებისთვის. ამას უზრუნველყოფს კიდეც კონსტიტუცია ამის უფლებას, რომ მაღალმთიან რეგიონებთან მიმართებაში იყოს განსაკუთრებული დამოკიდებულება თის კანონი, თუმცა აქ არის ერთი პრობლემა, რომელიც როგორც ჩაიწერა საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილებაში, ან თვითონ ფორმულირება, მე ვფიქრობ, რომ შინაარსი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია, თუმცა აი ის ფორმულირება როგორც წერია, არ ვიცი რამდენად მისცემს ასე ვთქვათ შესაძლებლობას პარლამენტს, რომ აი ამ ტიპის კვოტები შემოიღოს, იმიტომ საუბარია, რომ თითოეულ ასე ვთქვათ, ოლქს შორის განსხვავება არ უნდა იყოს 10-15%-ზე მეტი ხმის წონის შემთხვევაში. და ასე ვთქვათ, ეს ჩანაწერი თუ იქნებოდა ოდნავ წინ, ასე ვთქვათ, მაღალმთიანი რეგიონებამდე ჩაწერილი, შეიძლება უფრო მარტივი გამხდარიყო. მანევრირების საშუალება პარლამენტს რჩება? აი ეს უკვე პარლამენტარების საქმეა, როგორც აიკითხავენ და გაიაზრებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია იძლევა იმის შესაძლებლობას და საშუალებას, რომ ამ ტიპით გადაიდგას ნაბიჯები, მეც გეთანხმებით, რომ ისეთ რეგიონს, როგორც ყაზბეგს, ცაგერს, ვთქვათ,
იგივე მესტიას, ესეთ მაღალმთიან რეგიონებს უნდა ყავდეთ, თქვათ, წარმომადგენელი თუ საუბრობთ მაჟორიტარული სისტემის არსებობაზე, სადაც წარმომადგენლობითობის საკითხი გეოგრაფიულად ასე ვთქვათ მიბმულია. თუმცა მეორე საკითხი ასევე არის ის, რომ რამდენად რეალურად გააზრებული აქვს პოლიტიკურ პარტიებს, თქვენ ახსენეთ პოლიტიკური პარტიები და არ შემიძლია მათ არ შეგამოვეხმიანო, რომ მეორე საკითხი რამდენად გააზრებული აქვს როგორც პარტიებს ამომრჩევლებს ის როლი, როდესაც რას ნიშნავს რეალურად პარლამენტის წევრობა. ამ შემთხვევაში ეს მაჟორიტარი იქნება თუ სიით გასული პროპორციული სიით გასული ადამიანი, რამდენად აქვს გააზრებული თვითონ პარლამენტარობის და პარლამენტის ფუნქცია და ასევე ეს როდესაც ამ საკითხზე მსჯელობთ ხოლმე ფაქტია, რომ ამომრჩეველსაც არ აქვს ზუსტი წარმოდგენა და ძალიან ბევრ შემთხვევაში მათ მაჟორიტარი წარმოუდგებათ ხოლმე როგორც ადამიანი, რომელიც მათ რეგიონალურ და ლოკალურ პრობლემებს მოუგვარებს. მოგეხსენებათ პარლამენტარი ეს გახლავთ კანონშემოქმედებითი ვალდებულება და ის რიგ შემთხვევაში მაგალითად გზის პრობლემა იქნება ეს თუ სხვადასხვა ისეთი საკითხები რომელიც ეკუთვნის ან ადგილობრივ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში ელოდება ხოლმე ამომრჩეველი და ალბათ ესეც არის ნაწილობრივ იმის პრობლემა რომ უჩნდება ამომრჩეველს ისეთი მოლოდინები რომელსაც ასე თუ ისე მაჟორიტარი ვერ შეასრულებს იმიტომ რომ მის ფუნქციებში არ შედის სამაგეროდ მე პასუხს მოთხოვენ ხოლმე როდესაც მივიღებ ხოლმე ამ მაჟორიტართან და ეუბნებიან რომ ჩვენ აბა რისთვის აგირჩიეთ ხო ქალბატონ კეთი არსებობს თუ არა ასეთი მიდგომა ვთქვათ იყვნენ ან მხოლოდ მაჟორიტარები ან იყვნენ მხოლოდ პარტიული სიით გასულები და შესაძლებელია თუ არა და აი ევროპულ ქვეყნებში თუ არის ასეთი კი ბატონო აი როგორც ვახსენეთ დასაწყისში შესაძლებელია ასე ვთქვათ რომ გავამსხვილოთ ცოტა შეიძლება მხოლოდ სამი ტიპის სისტემა არსებობდეს ეს გახლავთ პირველი მხოლოდ მაჟორიტარული დაკომპლექტებული მეორე ეს გახლავთ მხოლოდ პროპორციული და თითოეული მათგანი რა თქმა უნდა ქვე ასე ვთქვათ მცირე იმებადაც ქვე სისტემებადაც შეიძლება დავშალოთ ან ვთქვათ რა პროპორციული რეგიონულ პროპორციული სამხედრო ანუ მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ ან არის მხოლოდ მაჟორიტარული, ან არის მხოლოდ პარტიული, ეგრეთ წოდებული პროპორციული და ან შერეული. მხოლოდ არის აი ვთქვათ ცალსახად მხოლოდ მაჟორიტარი, ან ცალსახად მხოლოდ პარტიული, როგორ მუშაობს ეს კანონი და რამდენად ეფექტურია? არ არსებობს იდეალური საარჩევნო სისტემა. სოფლიოში ფაქტურად არ არსებობს იდეალური სისტემა, არის მხოლოდ მცდელობები, რომ რიგი ხარვეზები იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. და სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენც. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც მოქალაქეების მთავარი ინტერესი გახავთ ის, რომ ჩვენი შემდგომი არჩევნები იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე იყო წინა არჩევნები. ის ძირითადი სერიოზული ხარვეზები, რაც არსებობს, იყოს მაქსიმალურად აღმოფხვრილი და გამოსწორებული და შესაბამისად ამომრჩეველმა მისი პოზიციის დაფიქსების შესაბამისად ნახოს ეს პოზიცია ასახული უკვე შემდგომ არჩეულ პირებში კი მაგრამ მაინც აქცენტს ვაკეთებთ საპარლამენტოზე, იმიტომ რომ მაინც შემდგომი არჩევნები გახავთ საპარლამენტო არჩევნები 2016-ში და ძირითადი საკანონმდებლო ასე ვთქვათ ინიციატივები იქნება ესო ძირითადი ცვლილებები სწორედ აი ასაკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებას ამ მიმართებაში აი ამ არჩევნებთან მიმართებაში არის ხოლმე განხილული. მოგეხსენებათ 2016 წლამდე მოვასწრებთ ჩვენ ამ კანონის მიღებას თუ ვერ მოვასწრებთ და რა ჯგუფი ადამიანებზე მუშაობს აი ამ კანონის შემუშავებაში? თქვენ ბრძანეთ რომ ასე ვთქვათ ჩვენ არასამთავრობო სექტორი ძალიან აქტიურად ცდილობს იმას რომ დროულად დაიწყოს რეფორმა უკვე კი ბატონო ერთ-ერთი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას თუმცა ეს არის იმდენად მნიშვნელოვანი საკითხი რომ ეს პოლიტიკური პარტიებიც მოგეხსენებათ რამოდენიმე კვირის წინ პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივად შეიმუშავეს კონკრეტული სისტემა რომელიც მიმართულებითაც ისინი ადვოკატირებას ეწევიან ასევე ხელისუფლების მხრიდან უკვე გაჟღერდა ვთქვათ მათი გეგმა რომ 2016 არჩევნებისთვის ისინი ხედავენ რა თქმა უნდა სისტემის გაუმჯობესებას და ვთქვათ აქვთ რიგი მოსაზრებები და ჩვენ ამ კუთხით მათთან ვმუშაობთ რომ იქნებ ეს რიგი მოსაზრებები უფრო გაფართოვდეს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მიიღოს ჩვენ მამომრჩეველმა და მივიღოთ ასე ვთქვათ უკეთესი შედეგი თუმცა როცა საუბრობთ ჯობია რომ არა კანონის ცვლილებაზე მოგეხსენებათ არის ორი ტიპის ცვლილება ჭირდება შეიძლება განხორციელდეს სისტემასთან მიმართებაში პირველი გახავთ ეს არის საკონსტიტუციო ცვლილების ფორმატში ანუ თუ მაგალითისთვის ჩავთვლით რომ აღარ გვჭირდება მაჟორიტარი ამ შემთხვევაში ჩვენი კონსტიტუცია ნათლად და მკაფიოდ განმარტავს რომ უნდა იყოს ჩვენი საარჩევნო სისტემა მაჟორიტარული და პროპორციულისგან შემდგარი და კონკრეტულიც არის რაოდენობები ანუ ფაქტია რომ ძალიან მცირე არის ლავირების შესაძლებლობა უკვე საარჩევნო კოდექსში რომელიც უკვე განმარტავს კონსტიტუციით დაწესებულ საზღვრებს ამ შემთხვევაში თუ ხელს მოვკიდებთ კონსტიტუციას მოგეხსენებათ საკონსტიტუციულებას ჭირდება საკმაოდ ფართო საჯარო დისკუსიები ვთქვათ ორი საპარლამენტო სესია ანუ ვთქვათ შემოდგომაზე თუ დაიწყება ეს უკვე შემოდგომა და გაზაფხული უკვე შემდგომი არჩევნები არის უკვე შემდგომ ოქტომბერს შესაბამისად მას შემდეგ რაც საკონსტიტუციულება განხორციელდება უკვე უნდა განხორციელდეს კანონის ცვლილება საარჩევნო კოდექსის ცვლილება აი ამას უკვე რა დროში მოახერხებს ეს უკვე ხელისუფლების პოლიტიკური ვალდებულება არის თუ ის ხელს მოკიდებს ასეთი ტიპის სერიოზულ რეფორმას რომელიც მოიცავს საკონსტიტუციო რეფორმასაც
უკვე მათი ასე ვთქვათ პასუხისმგებლობა იქნება რომ ეს მოესწროს, მაგრამ მოგეხსენებათ რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს უკვე მზა მინიმუმ 1 წლით ადრე იმისათვის რომ ყველა ჩართულო მხარე მოაწოს სათანადოდ მომზადება. მოგეხსენებათ მარჩევნები არ არის მხოლოდ ამომრჩეველი მხოლოდ ან მხოლოდ პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დიდი ასე ვთქვათ რაოდენობა ადამიანებისა, მათ შორის 50000 კაცი არის მოგეხსენებათ საერთო ადმინისტრაციაში 1000ობით კანდიდატი პოლიტიკური პარტიების და რა თქმა უნდა 3 მილიონ ნახევრამდე ამომრჩეველი. შესაბამისად, როდესაც ეს ტიპის ცვლილება ეხება ყველა აი ამ ჩართულ მხარეებს, ფაქტიურად შეუძლებელია 3-4 თვეში ესეთი მასიური რეფორმის განხორციელება. ამისათვის ჩვენ ნაწილობრივ მაგალითად უფრო რეალისტურად მიმაჩნია, რომ ვიმუშაოთ არსებული საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესებაზე, იმ შერეული სისტემა, რომელიც დღეს აქვს საქართველოში, მის გაუმჯობესებაზე, პროპორციულობის ნაწილში. მე რომ მკითხოთ, საერთოდ გავაუქმებდი მაგალითად ბარიერს, იმისაც რომ ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში და ბუნებრივი ბარიერი ჩვენ შემთხვევაში გახლავთ 1.3%. შესაბამისად, მაგალითად თუ პარტია მიიღო 1.3% ან დაახლოებით 45000 ხმა ამომრჩევლის, მას ყავდეს წარმოადგენელი პარლამენტში. გასაგებია რომ შეიძლება მას არ ქონდეს გადაწყვეტილების მიღების ძალა, მაგრამ ის ხმა, რომელიც იმ ამომრჩეველმა მას მისცა, იქნება ასახული მანდატში. ასევე მაგალითად პროპორციული შემთხვევაში იყო საუბარი, თქვათ, გაზრდაზე ბარიერის ხელშემო გააღღერა. ჩემის აზრით, მაგალითად ბარიერის გაზრდასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაც ვნახეთ თვალნათლივ ბოლო არჩევნებზე თვითმმართველობის არჩევნებზე. მხოლოდ ბარიერის გაზრდა. კი, მაგრამ მხოლოდ ბარიერის გაზრდა არ მოგვიგوارებს. ფაქტურად იყოს ორპოლუსიანი შეიძლება პარლამენტი. არ არის. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე სწორედ ბრძანეთ, თუმცა იყოს ხმა წარმოდგენილი პოზიცია, თუ მაგალითად მმართველმა ძალა მიიღო ის რაოდენობა ამომრჩევლის მხარდაჭერის ამ მათ შორის მაჟორიტარულში და პროპორციულშიც რომ ყავდეს სერიოზული უმრავლესობა, ეს შესაბამისად იქნება ასახული, თუმცა ის მცირე ხმაც და მცირე პარტიების ხმაც არ უნდა იყოს დაკარგული. და მე მცირე ხმა რომ არ დაიკარგოს, როგორ ფიქრობ და ყველა ვთქვათ აი ეს 0.1%-იანი ვთქვათ 1%-იანი 2%-იანი პარტიები იყვნენ წარმოადგენელი თუნდაც ერთი ადამიანით პარლამენტში. ხო არ დაგსაქსავს ეს პოლიტიკურ პარტიებს და მრავალი ფრაქციის შექმნით ხო არ ვთქვათ ისეც ძნელია ხოლმე კონსენსუსის მიღწევა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღწევა პარლამენტში და როგორი ამბავი იქნება ცოტა მაფიქრე. იცით რა არის, როდესაც ვცხოვრობ დემოკრატიაზე და სხვადასხვა აზრთა გააზრებაზე და გაზიარებაზე. მე ასე ვთქვათ, სწორედ ეს არის ჩვენი საზოგადოების გადაწყვეტილება. რა გვინდა? არა, ჩვენი სამსჯელია, საზოგადოებამ ღიად უნდა იმსჯელოს რა უნდა. საარჩევნო სისტემა ნათლად განსაზღვრავს, უნდა ორპოლუსიანი პოლიტიკა, ან როდესაც არის ორი ძლიერი პოლიტიკური ძალა, მათ შორის ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მაგალითი თვალსაჩინა ჩვენ რაც ვიცით არის ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ფაქტიურად ორპოლუსიანია, იმიტომ რომ ან ერთი იმარჯვებს, ან მეორე, თუმცა ჩვენი ტიპის მცირე დემოკრატიაში მიზანშეწონილი იყოს მრავალპარტიულობა და რატომ? სხვადასხვა ჯგუფები, სხვადასხვა პოზიციები უნდა იყოს მაქსიმალურად წარმოდგენილი, თუმცა აქვე უნდა დავძინოთ ის, რომ როდესაც ვახალისებთ პარტიების წარმომადგენლობას, მნიშვნელოვანია პარტიების განვითარება, შიდა პარტიული დემოკრატია, რომელიც სამწუხაროდ არც ისე კარგად არ აქვს ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, სიტუაცია და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მე მოუწოდებდი, რომ 2016-დან 2020 წლამდე, როგორც მათ წარმოგვიდგინეს გეგმა, რომ თითქოს 2020-თვის იგეგმება უფრო საკონსტიტუციო რეფორმა და 2016-ის არჩევნებისთვის მათ უნდა 2020-ის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები იგულისხმება. ანუ ამ 20-შიც არა, მას შემდეგ? არა, 2020 წლის არჩევნებს ისინი მოიაზრებენ, რომ იქნება ახალი კონსტიტუციის ფარგლებში ახალი სისტემით. თუმცა ამ ახალ სისტემაზეც მე ჩემი აზრით აუცილებელია იყოს საჯარო დისკუსია. გასაგებია რომ პოლიტიკური პარტიების ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი და პოლიტიკური კონსენსუსი უნდა იყოს საფუძველი საარჩევნო სისტემისა, მაგრამ აქვე უნდა დავძინოთ რომ მოსახლეობა, მოქალაქეები და ამომრჩეველი, როგორც ასე ვთქვათ, საწყისი და მთავარი დემოკრატიისა მიიღო, ვთქვათ, მოქალაქეებმა და პირველად დაფიქრდნენ იმაზე, ხმის წონა, რას ახალია ინფორმაცია, ხო? ანუ აი ამომრჩეველს, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, როდესაც საუბრობთ მრავალპარტიულ მმართველობაზე, აქ მოიაზრება, რომ შეიძლება მეტი დრო დაჭირდეს, ვთქვათ, ამ მოთი ხელისუფლებას, თუმცა უფრო მეტი დისკუსია ჭირდება, უფრო მეტი მუშაობა ჭირდება, უფრო მეტი, ასე ვთქვათ, კონსენსუსის მიღწევას, მეტი დრო დასჭირდება. მაგრამ როდესაც საუბარია, ვთქვათ, ორ პარტიულზე, ან როდესაც ერთი პარტია მოდის და ასე ვთქვათ, სრული კარდ ბლანში აქვს, რა თქმა უნდა, იქ შეიძლება უფრო სწრაფი იყოს პროცესები, თუმცა აი ამ პროცესების სისწრაფეში, ვთქვათ, თუ მოხდა სწორი ან არასწორი მიმართულებების ნაბიჯების გადადგმა, ამ შემთხვევაში უკვე ვთქვათ, უფრო შედეგი იდგება, ხო? ანუ აი ეს არის მნიშვნელოვანი, გაიაზროს მოსახლეობამ, გავიაზროთ თითოეულმა ჩვენგანმა რეალურად როგორი სახელმწიფო გვინდა. სწორედ ეს უნდა იყოს ამომავალი წერტილი და შემდგომ არის ის სისტემა, იმის მექანიზმი, რომ მივახციოთ საბოლოო შედეგს.
და არა პირიქით, რომ გვინდა ეს სისტემა, ანუ ამას არ აქვს მნიშვნელობა რა სისტემა გვინდა, რა მოგწონს, თავარია რა გვინდა საბოლოო ჯამში და იქამდე რა გზა მიგვიყვანს, ასე ვთქვათ. როდესაც ვსაუბრობთ მაგალითისათვის აი პარტიებთან მიმართებაში, მართლაც ძალიან საინტერესო პარტიები, რომლებიც ძირითადად არიან რასაკვირველი არჩევნებით დაინტერესებული, როგორ პარტიებს შეიძლება აწყობდეთ ცვლილებები კავშირ მსხვილებს, თუ შედარებით ცვლილებს და როგორი რეაქციები აქვს შესაბამისად წვრილებს და მსხვილებს ცვლილებებისადმი. მაგალითად დღეს არსებული საარჩევნო სისტემა, როდესაც ეგრეთ წოდებული გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი სისტემა გვაქვს, ანუ როდესაც დამარცხებული არ არის არსად. ანუ ეს რას ნიშნავს? ხშირად სმენია დარწმუნებული ჩვენ სამომრჩეველს, რომ გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი. მომავალ 4 წელს არ აღწევს მოგეხსენებათ. კი, ანუ ეს მეორე საკითხია. ეს კიდე მეორე საკითხია. თან შიდა პარტიული დემოკრატია, როდესაც ვახსენეთ, რატომ არის მნიშვნელოვანი პარტიული იდეოლოგიის არსებობა. ეს სამწუხაროდ გვაქვს ხშირად შემთხვევები, რომ ინდივიდის ირგვლივ გაერთიანებები წინ ყალიბდება ირგვლივ, ანუ ინდივიდის ირგვლივ გაერთიანება არ არის პარტია. პარტია, ასე ვთქვათ, არის იმ ადამიანთა ერთობა, ვინც იზიარებენ საერთო პრინციპებს, მათ აქვს ძალიან მკაფიოდ გაწერილი თუ რას გააკეთებენ ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. ანუ ეგრეთ წოდებული საარჩევნო პროგრამა. მე ხშირად მოგხსოვს შეხება. კი, ანუ მე ხშირად მოგხსოვს შეხება პარტიებთან. მომავლისთვის ემზადება თქო. მე ხშირად მოგხსოვს შეხება პოლიტიკურ პარტიებთან, თქვა ტრენინგების სახით, ანუ არაფორმალური კომუნიკაცია და ყოველთვის ვეუბნები, მაგალითისათვის, როდესაც წერთ პოლიტიკურ პროგრამას, რა მიმართულებებს იზიარებთ, რაზე ფიქრობთ, თქვა ხვდები ამ მომრჩეველს, აკეთებთ ანალიზს. მარჯვენა მე მარცხენა. კი ბატონო, ანუ რა საით მივიწევთ, ასე ვთქვათ, მაგალითისათვის, როდესაც ვსაუბრობთ ქალთა ჩართულობაზე, სატომღაც ამბობდეს ის ჟღერდება, რომ თითქოს რაღაც დამატებით უფლებებს ითხოვს ვინმე. არა, პირიქით, ეს არის იმ უფლების უზრუნველყოფა, რომელიც ეკუთვნის კანონმდებლობით. და ვხედავთ, რომ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს უკვე არსებული რესურსით, ვხედავთ ამ მომრჩეველის კიდევ უფრო ნაკლები და ნაკლები რაოდენობა მიდის ყოველ არჩევნებზე, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ინტერესი კლებულობს რაღაცა კუთხით, თუმცა სანდოობის თვალსაზრისით იქნება სხვა პრობლემა, რომელიც ამ მომრჩეველის წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს წახალისება პოლიტიკური პარტიების. ამ წახალისების მექანიზმები იყო, მაგრამ ნახეთ, რომ არ იმუშავა, მხოლოდ წახალისება ის იყო ფინანსური ტიპის წახალისება, რომ თუ გეყოლება რაღაც რაოდენობა ქალებისა ჩართული პოლიტიკაში, რაღაც გენდერულ ბალანსის თვალსაზრისით მიიღებდით, თქვა დამატებით დაფინანსებას ბიუჯეტიდან, მაგრამ ამან ფაქტობრივად არ იმუშავა, ნახეთ. შესაბამისად უკვე მნიშვნელოვანია დროებითი მექანიზმის სახით შემოღებული იქნას რაღაც ეგრეთ წოდებული კვოტები, როგორც ვახსენეთ. ქალბატონო, არ შემიძლია მაგ საკითხზე ჩემი აზრი არ დავაფიქსირო, თუმცა მანამდე მსმენელი გველოდება. გისმენთ ეთერში ბრძანდებით და უპასუხოთ მე შეკითხვას. გისმენთ ეთერში ბრძანდებით? გამარჯობა. გამარჯობა. ქალბატონოია, მე მინდა თქვენს სტუმარს დავუსვა კითხვა, შეიძლება? რასაკვირველია? რა მაინტერესებს? აი, როდესაც ინიციატორები არიან ისეთი, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, მაგალითად მაჟორიტარ დეპუტატებს. საერთოდ არ უნდა იყოს ჩემი აზრით ეგ მაჟორიტარი დეპუტატი, არ უნდა არსებობდეს. მაგრამ როდესაც ამომრჩეველი ირჩევს 4 წლით ამ მაჟორიტარს და არაფერს არ აკეთებს, მაგალითად დავიღოთ, რომ რეგიონში არ ჩადის საერთოდ, არ ხვდება ხალხს, აი რატომ არ შეიძლება რომ ამ ამორჩეველმა უკან გამოიწვიოს ეს გეთანხმებით ბატონო, ხშირად მიფიქრია ძალიან მაგ თემაზე. რატომ გეუბნებით იცი? აი მე ყვარიდან გაწუხეთ. ჩვენი დეპუტატი ავირჩიეთ. ხოდა საერთოდ არ ჩამოსულა, არ ჩამოდის, ამასინად ვიკითხე და ყოფილა ვიღაცის გასვენებაში, რა თქმა უნდა ეს მოეწყო რესტორანში და შეხვდა ამომრჩეველს რესტორანში. ვარო ყავა მომიდუღეთ, ყავა მიაცეს. აი ეს დეპუტატო, აი გეკითხებია. ამიტომ არის უნდა გაუქმდეს საერთოდ ეს მაჟორიტარი, ეგენი როგორ დარდებენ უკვე ისია. მადლობთ ბატონო, მე კიდე მაინტერესებს ერთი რამ, როდესაც ადამიანი, ვთქვათ, შეიძლება არ იცნობს ამ კონკრეტულ ამომრჩეველს, მაგრამ მიდის და სიმპათია აქვს რომელიღაც პარტიისადმი და მაჟორიტარსაც ეძებს იმ პარტიიდან, რომ ვთქვათ, უფრო გამტკიცდეს ეს პარტია, თავის რჩეული პარტია, ხო? და მე უცბად ხედავთ, რომ ეს მაჟორიტარი გადადის ან გადმოდის სწორედ იმ პარტიაში, რომელიც
ხელისუფლებაშია. ანუ ამორჩეულს ფაქტურად ღალატობს ეს კაცი, ხო? თქვათ რომელიღაც ჯგუფმა ხმა მისცა, თქვათ ნაციონალურ მოძრაობას და მაჟორიტარი იყო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და უცბად ქართულ ოცნებაში გადმოვიდა. ახლა რა დააშავა იმის ამორჩეულმა დაუშვათ ნაციონალური მოძრაობიდან მესმის ეს ყველაფერი როგორც ხდება, მაგრამ რაღაცნაირად ღალატია, ხო? ეს როგორ შევხედავთ ამაზე ალბათ დამოკიდებული, თუმცა პირველ რიგში მადლობა მსმენელს. თქვენ ალბათ არ ბრძანდებით ერთადერთი ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა არსებობდეს საქართველოში, იმიტომ რომ არ გაამართლა. იცით რა არის, როგორც ვთქვით, ყველა სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება დახურულ კარს მიღმა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება რა ჯობია ერისათვის, ისე რომ არ ვკითხოთ ამომრჩეველს მისი პოზიცია. მე ასევე ხშირად მსმენია მაგალითად ამომრჩეველის პოზიცია იმას დაკავშირებით, რომ მაგალითად ვიგიო პარტია, რომელსაც მოვხაზავ, არც ვიცი სიაში ვინ წერია და მე პარლამენტში ვხედავ აბსოლუტურად გაუგებარ ადამიანებს, ისე მერჩევნია მყავდეს ეს მაჟორიტარი ბოლოს და ბოლოს სახეზე ვიცნობ და გასვენებაში ჯამოვა მივალ და რაღაცას ვეთქვი. ამ შემთხვევაში ეს ალბათ სწორედ მივდივართ ისე მოვფიქრობ პარტიებამდე, მნიშვნელოვანია თუ მაგალითად 2020 წლისთვის მოხდება ის რეფორმა, რაც ხელისუფლებამ დაანონსა, ასე ვთქვათ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავა საქართველოს, ეს 4 წელი მნიშვნელოვანია გამოყენებული იქნება და სერიოზული რესურსი ჩაიდოს პოლიტიკურ პარტიებში, იმიტომ ეს არის თითოეული ჩვენი მოქალაქის მოთხოვნა და ნება, თუ ეს განხორციელდება, ანუ ესეთი ტიპის საკანონმდებლო ინიციატივა და გაუქმდება მაჟორიტარული სისტემა, უნდა მოხდეს პარტიების, ასე ვთქვათ, განვითარებაში თანხების ჩადება იმისაც, რომ პარტიამ შიდა დემოკრატიის გზით მართლაც მოხდეს. იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესში შედის დემოკრატიული და თითოეული ჩვენგანი საზოგადოების ინტერესში შედის და პარტია არის ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩვენთვის სწორედ იმ გამოხატვის შესაძლებლობა და ის გაერთიანება, ვინც უკვე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა წარმართოს ქვეყანა მომდევნო არჩევნებამდე. ეს ძალიან პოპულარული გახდება მაშინ პარტიების შექმნა, იმიტომ რომ სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. იცით რა არის გააჩნია და რატომაც არა, თუ რეალურად ვხედავ და მათ შორის კვლევებმაც აჩვენა, რომ არის მოსახლეობაში რაღაცა სურვილი შეიქმნას ახალი ძალები, რატომაც არა მოხდეს წახალისება და ფორმირება, ანუ განვითარება არ ნიშნავს იმას, რომ ჩავკეტოთ, ასე ვთქვათ, სფერო, თან მით უმეტეს მაშინაც უამრავი თქვა დამოუკიდებელი კანდიდატობის მსურველები არსებობენ ასე შემდეგ. პირიქით მე მაგალითად ძალიან დიდი სურვილი და ძალიან საინტერესო იქნება პირიქით ეს პროცესი, თუ შეიქმნება ახალი პარტიები, მოხდება ახალი ადამიანების ჩავართვა და წახალისება პოლიტიკაში, იმიტომ რომ რატომ რაღაც ვიცით ხო, რაღაც პოლიტიკაში წასვლა არ არის ხოლმე მაინც პოპულარული და პირიქით თუ მართლა რაღაცის შესვლა უნდა ადამიანს მე ვფიქრობ, რომ წავიდეს პოლიტიკაში, აიღოს პასუხისმგებლობა. წარმატებულია ეს არ არის 20 წელი, 30 წელი, 40 წელი ერთი იგივე სახის ყურება, მე ვფიქრობ, რომ ამომრჩეველმაც ნახლა დააფიქსირა იმ კვლევებში იყო თორსები, სადაც 40%-ზე მეტი ამბობდა, რომ მას სურს ახალი სახეების ნახვა. სწორედ ეს ახალგაზრდა დემოკრატიის აუცილებლობას. პოლიტიკაში არის ძალიან რთული საქმე, ჭირდება მას ძალიან დიდი თანხები იმისათვის, რომ ადამიანი გახდეს ცნობადი და გაპიარდეს. აი ამიტომ ვსაუბრობთ, შიდა პარტიული დემოკრატია, რას ვგულისხმობთ? არ შეიძლება პარტიას, რაც თქვენ 30 წელი იყო ერთ და იგივე ადამიანი წარმომადგენელი. თუ არა შეიძლება იყოს რა თქმა უნდა უკაცრავად ჩემს ეს დავაზუსტებ ჩემს პოზიციას, უბრალოდ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე არჩევნების შიდა პარტიული დემოკრატიის გზით მინიჭებული მანდატის ხარჯზე. ანუ წევრები უნდა ენიჭებდნენ ამა თუ იმ კონკრეტულ პიროვნებას მანდატს იმისათვის რომ ის წარმოადგენდეს ამ პარტიას. ამ შემთხვევაში სწორედ წევრების мотиваციაც იქნება ის რომ როდესაც ხედავენ ისინი შიდა დემოკრატიას რომ თუ ისინი თავს გამოიჩენენ მართლაც რაღაცა კარგი კადრია მას მიეცემა საშუალება დაწინაურდეს. სწორედ ერთ-ერთი ხარვეზი მე ვფიქრობ და სწორედ ამიტომ არის როდესაც ასეთი მაგალ გენდერზე ვსაუბრობდით, არ არის ქალისთვის კიდევ უფრო რთულია ქალისთვის თავი დაიმკვიდროს პოლიტიკაში, რაც სხვადასხვა კვლევებით გვაჩვენებს და ის საკანონმდებლო ბაზა. მოდით აი წარმოვიდგინოთ, თქვენ ალბათ ძალიან ბევრჯერ გაიგეთ, რომ თამარ მეფის ქვეყანა, სადაც პირველი პარლამენტარიზმის თამარ მეფის ქვეყანა რა ხან არის? იყო საქართველოში და არასოდეს ქალი გენდერული ნიშნით არ დაუჩაგრავს არავის და მე მაგიჟებს ლოზუნგი მეტი ქალი პოლიტიკაში. რას ნიშნავს მეტი ქალი? ჩვენ უნდა ვეძებოთ უნიჭო ადამიანები იმ ნიშნით, რომ ქალია და მოვიყვანოთ პოლიტიკაში გინდა თუ არა? თუ რა? მე მგონი ჩვენ ამოდი ესე დავიწყოთ. ჩვენ მე მგონი თანხმდებით, რომ ასე ვთქვათ, ნიჭიერი და ასე ვთქვათ, წარმატებული ქალების ნაკლებობას არ განიცდის ჩვენი ქვეყანა, მათ შორის განათლებულის და ნამდვილად ისეთი ადამიანების, რომელთა არსებობაც პარლამენტში შეიძლება დარწმუნებული უკეთესი შედეგის მომტანიც იქნებოდა რიგ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ხო? აქედან გამომდინარე, კითხვა ჩნდება, რატომ არ არიან ესეთი ქალები
და რატო ყავს დღეს მხოლოდ 17 პარლამენტარი? რატომ არ მოდიან პოლიტიკაში? და ამისათვის სხვადასხვა ფაქტორები არსებობს. როგორც ვახსენეთ, ეგრეთ წოდებული ის ჯგუფები, რომლებიც არიან პოლიტიკურ პარტიებში და არ არის შიდა წახალისება, ასე ვთქვათ, წევრებისა, იმისა, რომ ვთქვათ, იცის ადამიანმა, რომ აი ათეულში მაინც არ მოხვდება არასოდეს და ის ათეული ვინც არის წაიწევს ინტერესით კლებულობს. იგივე თემა გვაქვს, ვთქვათ, წარმატებულ ქალებს. მე არაერთხელ გამიგია პოლიტიკურ პარტიებისგან, ვთქვათ, შევთავაზეთ და არ მოდის. ქალი მაგალითისთვის ბევრად უფრო რთულად იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ ეს ეხება, თქვათ უკვე წარმატებულ ადამიანს, რომ დატოვოს ესა თუ ის სფერო, გადავიდეს პოლიტიკაში და შესაბამისად არის 4 წლის, მისთვის უცხოა, არის 4 წლის მერე რა მოხდება, ანუ სტაბილურობის ნაწილი როგორ იქნება, კი ბატონო, ხო არ კარგავს, რისკების გააზრება უფრო სხვანაირად ხდება და უფრო სხვა ტიპის გადაწყვეტილებას იღებს ის იაზრებს თქვა ოჯახთან მიმართებაში ან ბევრი ფაქტორის გააზრება ხდება ქალის ასე თქვა ქალის მხრიდან სანამ გადადგამს ამ ნაბიჯს და ასევე აი ძალიან კონკრეტული და ესეთი მაგალითებით შეგვიძლია ვთქვა როდესაც უკვე კარგად შეკრული გუნდი არსებობს და თქვა გარედან მიდის ქალი ასეთ საკითხებს როდესაც მაგალითად ძალიან ბევრი ამის სუფრაზე წდება ხო ვიცით ძალიან ბევრი ესეთი საკითხი დგება როდესაც არ არის მარტივი ნამდვილად ქალისთვის თუ პარტიას არ აქვს ინტერესი რომ მოძებნოს ესეთი ადამიანი და არა მარტო ქალები, ზოგადად თუ პარტიას არ აქვს სურვილი მოძებნოს ახალი ადამიანები, ახალი სახეები, ჩართოს ისინი მის პარტიაში და გაიაზროს და გააზრებული ქონდეს, რომ ახალი სიცხლის გარეშე, ესეთი გარეძალის გარეშე, ახალი რესურსის გარეშე ის ვერ მიაღწევს წარმატებას, ამ შემთხვევაში თუ ის ასე ვერ იაზრებს, ამ შემთხვევაში გვჭირდება სწორედ მათი წახალისება და არა თუ წახალისებამაც არ გაამართლა, მე უკვე ცოტა ხანით, ასე ვთქვათ, რომანტო ვეძახით, მათ დროებით მექანიზმს, დროებით ვაჩვენოთ ის, რომ თუ შენ ისჩრომებ იმისათვის, რომ ყავდეს ქალები, ყავდეს უმცირესობების წარმომადგენლები და ასე შემდეგ, პარტიაში ნახოს შედეგი, ნახოს ამ მრავალფეროვნების შედეგად და ასე ვთქვათ, აი ამ პროცესის შედეგად თავად გაჯანსაღებული პარტია და გაჯანსაღებული პოლიტიკა, უკვე რამოდენიმე წლის შემდეგ აღარ იქნება იმის საჭირო ამომრჩეველიც ნახავს მაგალითად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ წახალისების საუკეთესო ვარიანტი? მაგალითად მე მჯეროდა რომ ფინანსური წახალისება იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რაც შეიძლება და ყოფილიყო. ანუ ხელფასი? არა, მოგეხსენებათ რომ პარტიები, რომლებიც კვალიფიცირებული პოლიტიკური პარტიები სახელმწიფოს ბიუჯეტიდან იღებენ დაფინანსებას და ეს დაფინანსება იყო საკმაოდ მაღალი, თუნდაც 30% იყო უკვე ბოლო შეთავაზება ხელისუფლების, რომ თუ გექნებოდა პარტიას გენდერულად შესაბამისი წარმომადგენლობა, ის მიიღებდა 30%-ით მეტ დაფინანსებას. შრომიერი წახალისება. პირველად ეს იყო 10% არ გაამართლა, მე იყო საუბარი ალბათ ეს არ იყო საკმარისი, გაიზარდა 30%-მდე, ამანაც არ გაამართლა და შესაბამისად ფაქტია და ნათელი გახდა, რომ თუ ფინანსებმა ასე ვთქვათ, ვერ წახალისეს პარტიები, უკვე მნიშვნელოვანია, რომ შემოვიდეს უკვე დამატებითი ბერკეტი. მე არ მინდა და სამწუხაროდ და როგორია ეს არაფინანსური ბერკეტი? ამ შემთხვევაში მეც ვიყავ იმ სკეპტიკოსთა ძალიან დიდი ჯგუფის ნაწილი, ვინც იძახდა, რომ კვოტები არ არის მისაღები, თუმცა როდესაც ნათლად გადავხედავთ იმ დემოკრატიული სახელმწიფოების მაგალითს, კონკრეტულ მაგალითებს, თუ სად როგორ იცვლება, ასე ვთქვათ, პოლიტიკა და ნუ შევხედავთ ის, რომ ვითქო ვინმეს რამეს ართმევს. ვიცით, რომ 150 მანდატი, რომელიც არის პარლამენტში, მაგალითად, იმ 150 მანდატის გარეთ რჩება ძალიან ბევრი კანდიდატი, ხო? ათასობით კანდიდატი რჩება, ვინც ვერ ხვდება პარლამენტში. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ ფაქტიურად იქნება ორი ტიპის არჩევნები. ანუ იმ ადგილებისთვის, ასე ვთქვათ, ქალთა წარმომადგენლობისთვის და ასე ვთქვათ, კაცთა წარმომადგენლობისთვის. თითქოს რაღაცა ცალკე კასტად გამოვყოფთ ამ ქალებს, იმიტომ რომ შენ ხარ ქალი, აი ეხლა 21 საუკუნის დასაწყისში მოდაშია, რომ შენ შემოხვიდე მეტი კვოტით, შენ გაქვს დამატებითი პრივილეგიები, თქო, კაცთან შედარებით. კაცთან არაფერ შუაში არ არის. მოდი, მე აი ამაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით. შეიძლება თუმცა თავიდან მეც ისე ვფიქრობდი, არ ჭირდაში მჭირდება, ან რაში ჭირდება ქალს, ვინმეს დახმარება, ისედაც გააკეთებს, მაგრამ სწორედ გეთანხმებით. მათ შორის ის ქალები, ვინც არიან პოლიტიკაში, ისინიც ნათლად ამბობენ, რომ მაგალითად თუ არ შეიძლება, რატო არის საუბარი მაგალითად 30%-იან ან 50%-იან კვოტაზე, რომელიც არის მხოლოდ პროპორციული შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ლაპარაკიც მიმდინარეობს. ან ეს არის სულ სადღაც 25-28 მანდატზე საუბარი. ამ 25-28 მანდატზეც ამ ხელა ბრძოლა რომ მიდის, მაგალითად ძალიან მიკვირს. ეს ერთი, მეორე ამ საკითხთან მიმართებაში თითქოს ვინმეს ართმევს, ან ვინმეს ჩაგრავს, როდესაც ამ მომრჩევლის 56%-ზე მეტი არ არის წარმოდგენილი ეს უკვე ნიშნავს რომ რაღაც ხარვეზია, ხო? მე მგონი ამაზე დამეთანხმებით. რატომ? უბრალოდ მარტივი კითხვა ჩდება, რატომ? გავხედავთ, უმაღლესი განათლება იქნება ბიზნესში, თქვა სხვადასხვა სექტორში, სამოქალაქო სექტორში არიან ძალიან ბევრი ლიდერი ქალები, თუმცა სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიებში ამას ჩვენ ვერ ვხედავთ. რატომ? მე მგონი ლოგიკური კითხვა. ყველაზე წარმატებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში ხელმძღვანელი სწორედ არის ქალი და 70% არასამთავრობო ორგანიზაციას შეადგენს ქალები. ესეც აი ამ შემთხვევაში ხო ჭირდებათ მამაკაცებს
კოტა. მაგრამ კოტას როდესაც საუბრობთ, მე ვფიქრობ, რომ თავარი საკითხი რაც არის ის, რომ როდესაც მაგალითად ქალთა წარმომადგენლობაზე ვესაუბრებით, მაგალითად ქალებს პარლამენტში, ისინი ხშირად ამბობენ, რომ შეიძლება იყოს ინიციატივა. მაგალითად აი ასე ვთქვათ, სტატისტიკურად რა თქმა უნდა, ხა ვერავინ ვერ იტყვის მეტი ქალი რო იყოს რა მოხდებოდა, მაგრამ სტატისტიკურად არის უფრო მეტი სენსიტიური საკითხები, რომელიც ქალი პოლიტიკოსები უფრო სენსიტიურად არიან განწყობილი და ვთქვათ, წინა პლანზე აყენებენ ამ საკითხებს და ხშირად გვსმენია, როდესაც ხარ 1, 3, 4 პარლამენტში, ხო? ფაქტობრივად ვერც კი დაძრავს საკითხს, იმიტომ რომ არ არის ეგრეთ წოდებული ის მასა, ის კრიტიკული მასა, რომელმაც შეიძლება თუნდაც დისკუსია ეს დაწყება მოახერხოს. თითქოს იტყვი რომ ერთი ქალი რა მნიშვნელობა აქვს ჩართე მიკროფონი ილაპარაკე, მაგრამ ვიცით ხო ყველამ როგორ ხდება პარტიული მომუშავება, თამით უმეტეს თუ პარტიული კუთხით ვაპირებთ რომ განავითაროთ და სამომავლო რეფორმა მოიცავს სწორედ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას. ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ამ პრინციპით გათვალისწინებით კრიტიკული მასის უზრუნველყოფა. სწორედ რას ნიშნავს ხო იგივე ხელოვნური ჩარევა თითქოს ან ქირურგიული ჩარევასაც ვეძახით ან როდესაც ვხედავთ რომ რაღაც არ მუშაობს ამის გამოსასწორებელს და ამიტომ გვაქვს კანონმდებლობა ხო რომ რაღაცები დაარეგულიროს ამ შემთხვევაში ის კითხვა რაც ჩვენ ვთქვით რატომ ვინაიდან ჩდება საზოგადოებაში მე ვფიქრობ და ის 35000 ხელმოწერა რომელიც მხარდამჭერები რომლებიც შეიტანეს კვოტის საკითხი მე ვფიქრობ რომ იმსახურებს ეს სამოქალაქო ინიციატივა თუ მოქალაქეთა ინტერესი იმას რომ 25 თუ 28 მანდატი ჩაიდოს იმ 77 მანდატიდან იმისათვის, რომ იყოს ქალთა წარმომადგენლობა. მე რომ მკითხოთ, ნახოთ, მივცეთ საშუალება ადამიანებს, მივცეთ საშუალება ახალგაზრდებს, მივცეთ საშუალება ახალ სიცხს, რომ შემოვიდეთ ჩვენს პოლიტიკაში, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ჩვენს პოლიტიკას არ აწყენდა გაჯანსაღება. მე მგონი ამაზე თანხმდებით ყველა. ქალბატონ კეთი, ჩვენ ახლა იმდენი საკითხები ჩამოვთვალეთ, იმდენი მოსაზრებები ჩამოვთვალეთ. ეს არის მხოლოდ თქვენი 9 არასამთავრობო მუშაობთ და რაღაც თითქოს აზრებსაც აჯერებთ, ვიცი მე, ამასთან დაკავშირებით. უკვე ერთმა გადაცემამაც კი ვერ დაიტია და თქვენ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ვასწრებთ უახლოეს არჩევნებში აი ამ აზრების შეჯერებას. თქვენი თავი კითხვა მაპატიეთ, ესე იგი გაისე გავართეთ, რომ ეს როგორც ჩვენ ასე ვთქვით, რა თქმა უნდა, მოსწრებადია და უნდა მოესწროს რეფორმა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საარჩევნო სისტემა, გაუმჯობესდეს საარჩევნო მოესწრება. თავი პრობლემა პირველ რიგში უკვე გადაწყვეტილება რომელიც საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო 28 მაისს თავის თავში მოიცავს სავალდებულო წესით ცვლილებას. ანუ ეს პირველი კომპონენტი ხმის წონა როდის არა შემდგომი არჩევნები უკვე თავისთავად ანუ ფაქტურად ძალაში შესულია რომ შემდგომი 2016 წლისთვის ხმის წონის თანაბრობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რაც ნიშნავს იმას რომ დაახლოებით ერთი მანდატი ესე რომ ვთქვათ იქნება 45-დან 50000 ამომრჩევლამდე ჭირდება იმისათვის რომ ერთი მანდატი იყოს განაწილებული. ამის მისაღწევად არის რამოდენიმე ვარიანტი. ამას ჭირდება უკვე სამუშაო ფორმატში დაჯდომა. ჩვენ არაერთხელ მოუწოდეთ ხელისუფლებას ჩვენმა 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვენ როგორც ბრძანა ჩვენ კოალიციურად მუშაობთ ამ რეფორმასთან მიმართებაში, სადაც ჩართულებიან კონსტიტუციის 52 მუხლი ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასე ვთქვათ, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მედია ორგანიზაციები, კი ბატონო, საზოგადოებრივი დამცველი, ანუ საკმაოდ ესეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, ვისაც ძალიან დიდი ხანია, ასე ვთქვათ, ამ სფეროში მოღვაწეობს და გამოსვლება აქვს და შესაბამისად ჩვენი პირველი და მთავარი მოთხოვნა არის, რომ დროულად შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, იმიტომ რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, მედიას ძალიან დიდი როლი აქვს, მაგრამ მხოლოდ მედიის მეშვეობით კომუნიკაცია მხარეებს შორის არის შეუძლებელი, რაც რეფორმაზე ვსაუბრობთ. ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური, რა თქმა უნდა, დაინტერესებულები პოლიტიკური პარტიები რეფორმის განხორციელებაში და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება სწორედ ის მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხლა რეალისტურია, რომ გაუმჯობესებას შეიცვალოს და მიღწეული იქნას კონსენსუსები. პირველ რიგში სამუშაო ჯგუფის ფორმირება უმოკლეს დროში. ანუ სექტემბერში, ასე ვთქვათ, სასურველი უკვე შეჯერებული პოზიცია აღნიშნული ტიპის სამუშაო ჯგუფისა არსებობდეს რიგ საკითხებთან მიმართებაში. პირველი. როდესაც საარჩევნო კანონმდებლობა მზად იქნება პარლამენტში განხილვისათვის, იყო წლების განმავლობაში ინტერპარტიული, ინტერფრაქციული ჯგუფები. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გადმოდგას ეს ნაბიჯი, შექმნა სამუშაო ჯგუფი და ჩავერთოთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პოლიტიკური პარტიები და ასე ვთქვათ, სამუშაო რეჟიმში გადავიდეს ამ რეფორმაზე დისკუსიას პირველი. მეორე, მნიშვნელოვანია რომ ერთი წლით ადრე არჩევნებამდე უზრუნველყოფილი იყოს საკანონმდებლო ბაზის ასე ვთქვათ, ადეკვატურობა და შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და ჩვენ მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალისტურია, მივიღოთ უკეთესი საარჩევნო გარემო, მივიღოთ უკეთესი საარჩევნო კანონმდებლობა და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ყველანი ერთად ველოდებით
პოლიტიკური ნების გაჟღერებას და ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან. ქალბატონ კეთი, ჩვენ გადაცემა დასასრულს მივახლოვთ და დაგვრჩა ზუსტად 1 წუთი და მე მაინც ძალიან მეშინია, ვთქვათ, ამ 58000 ხმის მოსაპოვებლად, რამდენიმე რეგიონს, ვთქვათ, ყაზბეგის რეგიონს, მცხეთმთიანეთის რეგიონს და რაღაცა რეგიონებს ხო არ მოუწევთ გაერთიანება და ხო არ დაზარალდება რომელიმე ჩვენი მთიანი რეგიონი ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, როგორც ვახსენეთ, საკონსტიტუციო კომისიის გადაწყვეტილება ვიცით, აი ხლა უკვე დამოკიდებულია პოლიტიკური ნება როგორ იქნება და როგორ აისახება ეს გადაწყვეტილება მანდატებში. შესაძლებელია რომ მოხდეს თქვა მრავალმანდატიანი ოლქების გაკეთებაც, ანუ როცა გაჟღერდა თქვა ერთმანდატიანი ოლქები, შეიძლება მრავალმანდატიანი იყოს კიდევ უფრო მარტივი გამოსავალი რიგი რეგიონებისათვის. აქ უკვე მნიშვნელოვანია საექსპერტო დისკუსიაც, მართლა მუშა პროცესში, მაგდის სიკვდილ დაჯდომა და ამას არ ჭირდება მხოლოდ ასე ვთქვათ გადაძახილების პროცესი მგონი დამთავრდა, პოლიტიკური თამაშები ერთია, მაგრამ მგონი მნიშვნელოვანია რომ რეფორმა კი ბატონო, რეფორმა უნდა დაიწყოს, რეფორმა უნდა განხორციელდეს და ამომრჩეველმა მიიღოს უკეთესი საარჩევნო გარემო და საარჩევნო სისტემა. დიდი მადლობა. აი ამ სწორედ პოზიტიური ნოტით და დიდი იმედებით გემშვიდობებით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ქეთი ჩაჩავა განვითარების და დემოკრატიის ცენტრის თავმჯდომარე იყო დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. ქალბატონ კეთი ჩვენ არაერთხელ ალბათ მოგვიწევს ამ თემებზე საუბარი მომავალში. დიდი სიამოვნებით და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობთ, დიდი მადლობა. მე მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. დაიცავით თქვენი უფლებები. ტალღაზე 102 და 4. ყოველ სამშაბათს 3-დან 4-მდე.